ამითი ძალას ვერ იბრუნებენ, ვეღარ დაიბრუნებენ ვერასოდეს. იმიტომ რომ ეს არის მათი ბოლო სტადია. მათი ერთადერთი რაც დარჩენიათ არიან სრულ იზოლაციაში. საზოგადოებისგან ვერავის ვერ შეკრებენ თავიანთი დებით. არიან სრულ იზოლაციაში. დანარჩენი მსოფლიოსგან არავინ მათ აღარ ხვდება და უნდა შექმნან. 29 ივნის რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა შეკრებილ ადამიანებს. მიულოცა და შეახსენა, რომ ბოშვიდი თვეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მის გამოსვლაში ახალი არაფერი თქმულა. თქვა ის, რაც არაერთხელ უთქვამს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა ერთიანობა, რაც მათი გამარჯვებით დასრულდება. 9 წუთიანი გამოსვლის შემდეგ მან ტერიტორია დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა. ქალბატონო სალომე, აი მაგალითად გითხარით რამდენიმე სიტყვა ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე. ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში შეწყვეტ შიმშილებას, თუ კი არავინ არ დავა თვითმმართველობის არჩევნებში. სალომე ზურაბიშვილი არ აკეთებს ჩვენთან კომენტარს. ზურაბიშვილის გამოსვლით უკმაყოფილოები არიან ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის რამდენიმე წევრმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყოფილი პრეზიდენტი უბრალოდ ერთობა და ხელშესახები არაფერი კეთდება. სალომე ზურაბიშვილი ერთობა. ქალბატონი სალომე ნამდვილი ქართული ტრაგედიაა. ქალბატონო სალომე, სადმე მშვიდ კურორტზე რომ დაისვენოთ და მიუშვათ ხალხი არ გინდათ? რას დაათრევენ ამ ქალს მოპარული ჟეშტივით? წერენ სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრები: გიგი უგულავა, გიორგი ჩალაძე, ფარნაოზ ჭკადოა და ზვიად კუპრავა.